მოკეთ მოდი რა ომზე ვილაპარაკოთ. დიდოსტატის მარჯვენაში. ქვეყნის მოწყობ ხო? ვინ აუჯაღდა მე გიორგი პირველს ვინ უშმახებდა? საქვე აღარ ხოველები. ხო და ნუ მოკლედ მე მეფე ავიდეთ მოკლედ მაღაზიენ უღაგასა მიყვანე. გავაგზელოთ სალამინის ბრძოლაზე ორი დიდი ანუ ორი კულტურა მოდი ესე თქვა ორი ცივილიზაცია ეჯახება ერთმანეთს. ქსერქსე იყო დარიოსის პირველის ვაჟი. დარიოსმა იცი რა ხნა ქსერქსეს მამამ ეხლა ვიზეც ნო ვილაპარაკოთ. თავს დაესხა საბერძნეთს. და ერთ ადგილზე ნავები გადააბეს, ხიდი გააკეთეს. და ეს ხიდზე უნდა გადასულიყო ქარიშხალი ამორდეს ხშირები დაშალა და ეს ისე გაამწარდა ეს ნაქვია დარიოსი რომ ზღვა გააროსგინა მათრახები ჯართ უთხარო ცემეთო ზღვა უცემეს მე ისევ გადააბეს ეს ნავები გადავიდნენ საბერძნეთში და მარათონის ბრძოლაში დახვდნენ იქ ბერძნები და დედა უტირეს წააგეს სპარსელებმა ომი უკან დამუნდნენ თავიანთ გემებზე და ყუდა მოძუებული წავიდნენ უკან სპარსეთში მაშინ სპარსეთი დაპყრობილი აქვს ძალიან დიდი ტერიტორიები. ანუ საბერძნეთის გარდა, რაც კი რამე ცივილიზებული სამყარო იყო და ჩინეთის გარდა თითქმის ყველაფერი დაპყრობილი აქვს. საქართველოს, სასონხეთის, საქართველოს ნაწილი, დასავლეთში არ არიან გადასული. მოკლედ, ეხლა ისტორიის მასწავლებელი არ ვარ და არც მინდა რომ გული შეგიჭამოთ რა, რომ არ იქა და ესე იყო და ისე, თუმცა შეგვიძლია მაგაზეც ვილაპარაკოთ. ეხლა ნახე ბატონო დავით, ამ დარიოს ყავდა შვილი ქსერქსე. ქსერქსე პირველი. ეს ეხლა ნახე აქ ფული, ქონება, ძალაუფლება, უშველებელი ჯარი და დიდი ბოღმა გულში რომ მამამისი ბერძნებმა დაამარცხეს და გადაწყვიტა რომ გადავიდეს საბერძნეთში და საბერძნეთი დაიპყროს. ბერძნული კულტურა მოსპოს. ამიტომ შექმნა ძალიან დიდი ჯარი და უშველებელი ფლოტი. სადღაც 1200 გემამდე მოაგროვა, გადავიდნენ საბერძნეთში და შემოესივნენ ბერძნებს. ბერძნებმა თითქმის ყველა ქალაქ სახელმწიფოს გაუგზავნა წერილი უთხრა რომ დაგუნებდითო. არ დანებდა, ყველანი დანებდნენ, უთხრეს რომ ბრძოლა არ გვინდა. ბრძოლას ყოველთვის ახასწრე ბატონო დავით. მაგრამ ნუ არიან ეგეთი ტიპები, ვინც ბრძოლაზე უარი თქვა, ყველა ერი გადაშენდა და განადგურდა. ორმა ქალაქმა, ათენმა და სპარტამ გადაწყვიტეს რომ ეომათ. სახმელეთო ჯარს სათავეში თერმოპილთან ჩაუდგა ლეონიდესი მეფე, სპარტელების მეფე წავიდა 300 კაცი წაიყვანა და მარტო 300-ნი არ იყვნენ. იქ იყვნენ სხვა ბერძნებიც, მაგრამ ეს 300 სპარტანელი წინ იყო.